როგორ აფასებენ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გიორგი გახარიას მისვლა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები? შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. გიორგი გახარია თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, საზოგადოებას უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ეს კაცი არის პარლამენტარი, ეს კაცი და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას. დიდი ეჭვები არსებობს, რომ იმის იმედი აქვს, რომ ყველა პარტია აიგრძალება, ნუ პირველ რიგში ჩვენ პარტიას ერჩიან და ამ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები არ იარსებენ, თვითონ რაღაცნაირად გადარჩეს და მთელი, ასე ვთქვათ, ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი აქედან გამომდინარე მოიცვას, რომ იმიტომ რომ თვითონ იყოს რეგისტრირებული ოპოზიციური ორგანიზაცია. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შექმნილი, გამოყენებული არის ქართული ოცნების მიერ როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი, ამიტომ ჩვენ ამ კომისიის ლეგიტიმაციის მიმართულებით არ გადავდგით ნაბიჯი და არ მივედით საქართველოს პარლამენტში. რა გააკეთეს ან რას გააკეთებენ სხვა პოლიტიკური აქტივრები ოპოზიციიდან, ეს არის მათი გადასაწყვეტი. მისი პარტია პარლამენტში არის, ეს ახლა თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის, ახლა პარლამენტში არის, მათ მანდატებს უარი არ უთქვამთ, ასე რომ პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად და ხა როგორ ატყუებენ თავის ამომრჩევლებს უცხებს რომ თან არიან, თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმება არ არსებობს. გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას, ამიტომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვიეს. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რომ გიორგი გახარია მიკადრა და წარდგა კომისიის წინაშე, კომისიის კანონიერი მოთხოვნა შეასრულა, შესაბამისად არსებობს კითხვები კომისიისგან ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ და მის გვერდით ყოფი ადამიანების მიმართაც და მას აქვს ვალდებულება, რომ არა მხოლოდ წარდგეს და მოვიდეს კეთილინებოს კომისიის ხდომაზე, არამედ ყველა დასმულ კითხვას სრულად და ჯეროვნად უპასუხოს, შესაბამისად ნახოთ გაბედავს თუ არა ეს ადამიანი, რომ ყველა კითხვაზე რაც არსებობს ამ ადამიანის მიმართ პასუხები გასცეს.